ჩვენ ახლა ვიმყოფებით დაბა ხულოში. ეს შენობა წლების განმავლობაში იყო დაკეტილი და ფაქტიურად იყო უსარგებლოდ. შენობა არის დაახლოებით 2700 კვადრატული მეტრის, სამსართულიანი შენობა არის. კომპანია შეპესია ჭარისწყალ ჯორჯიამ გადაწყვიტა, გადაეცა ეს შენობა ისეთი მეწარმისთვის, ვინც ადგილზე განახორციელებდა წარმოებას და რაც მთავარია შექმნიდა სამუშაო ადგილებს. ჰქონდა ძიების საკმაოდ დიდი პერიოდი და ჩვენი ყურადღება მიიქცია ბატონ გურამის საწარმომ, რომელსაც თავის სოფელში ჰქონდა პატარა წარმოება. დავრწმუნდით, რომ ამ პიროვნებას ჰქონდა დიდი შესაძლებლობა, მოკლედ შევთან საბოლოოდ, რომ შექმნიდა ადგილობრივ პროდუქციას, დაასაქმებდა ადგილობრივ მოსახლეობას და დღეს ფაქტის სახეზე გვაქვს პირველ წელს დაასაქმა დაახლოებით 30 ადამიანი და დღეისათვის უკვე ეს არის 50 ადამიანამდე ასული. თავარი ის არის, რომ ადგილობრივი პროდუქცია გადის როგორც ბათუმში, ასევე საქართველოს მსხვილ ქალაქებში იყიდება და წარმოჩენა ხდება ფაქტიურად ხულოს მუნიციპალიტეტის. საწარმოში მზადდება ავეჯი ძირითადში, ეს არის როგორც საძინებელი, სამზარეულო, დივანის კამი და ასე შემდეგ. სამუშაო ადგილების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიმდინარეობს სამწუხაროდ მიგრაცია. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ბევრი ახალი სამუშაო ადგილები, გაჩნდეს ბევრი საწარმოები, რა თქმა უნდა. ეს ხელს შეუწყობს ადგილზე დარჩება უკვე ადგილობრივი მკვიდრი და არ აიფიქრებს რაღაც სხვაგან სამუშაოს მოძიებას და ეს მიგრაციას, რა თქმა უნდა, ხელს შეუშლის და განვითარდება ასე, რა თქმა უნდა, ჩვენი მუნიციპალიტეტი.